საღამომშვიდობისა, თაკო. საღამომშვიდობისა, ზურა. საღამომშვიდობისა, ძვირფასო ტელემაყურებელო, ეს ლოტო 642 და რა თქმა უნდა რუსთავი 2-ზე. პარასკევიც დადგა ამასობაში, წინ უქმეები გველოდება ბატონო, მაგრამ მანამდე მე და ზურას აქ საქვეყნო საქმეები გვაქვს შესასრულებელი და ძალიან დიდი იმედიც გვაქვს იმისა, რომ დღეს შეიძლება ერთ-ერთმა თქვენგანმა ჯეკპოტს გამოკრას ხელი, რომელიც რამდენ შეადგენს? ძალიან ბევრ ცოტა ხანში ვიტყვი. ძალიან დიდი ხანია უკვე ვიძახით, რომ იქნებ დღეს გათამაშდეს ჯეკპოტი, იქნებ დღეს გათამაშდეს ჯეკპოტი, იქნებ მეორე კატეგორია, მაგრამ ვერა და ვერ ვქენით ეს და ხომ შეიძლება რომ დღეს მოხდეს ეს სიკეთე. ყოველთვის არის ამის ძალიან დიდი შანსი. არავინ იცის, როდის მოხდება ეს, მაგრამ შეიძლება ის განსაკუთრებული დღე დღეს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა არის? თუ დაუშვათ წინა გათამაშებას ჯეკპოტი ვერ გავათამაშეთ, რა თქმა უნდა მას ემატება და ემატება თანხა. საპრიზო ფონდი იზრდება როგორც ჯეკპოტის, ასევე მეორე კატეგორიისთვის, ასე დღეს შეადგენს ჯეკპოტი 1,519,440 ლარს. არც მეტი და არც ნაკლები. საკმაოდ ესე დიდრულად გამოიყურება მიდიდველად. 182,000 ლარს გასცდა ბატონო, ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა, მე მგონი ხო რა თქმა უნდა ჯობია ჯეკპოტი გავათამაშოთ ზურა, მაგრამ მეორედ ესე იგი ნამდვილად არ ჩამოუვარდება. ჯობნი რამდალია. კარგი, ჩვენი ცით რას ვიზამთ? ცეკვით გადავიდეთ თუ სიმღერით? არ ვიცი, დღეს მოდი მიმღერე. ბოლოს ცეკვამ გაამართლა და ხო სიმღერა ამართლებს თუ არა, ეს გავარკვიოთ და გავიგოთ. კარგი, წადი. მიდი და თასი. ზამთარია, სიცივე. შემოდგომაც მიდის. კარგი, შემოდგომა მიდის, მაგრამ ბურთები მოდიან ჩვენთან, რომლებიც უნდა იყვნენ მომგებიანები. 3, 2, 1. აბა, მოდით აბა თქვენიცი. მოდით, გაახარეთ ჩვენი ტელემაყურებელი ლოტოს ერთგული მოთამაშეები იმ ციფრებით, რომლებიც დღეს შეავს. მოკლედ, სიმღერამ თუ გაჭრა, მერე ვაი ჩემი ბრალი. მომგებიანი ბილეთები. ერთით ვიწყებთ, ერთიანი ხსნის დღევანდელ გათამაშებას და მოდის 10. ასევე ერთიანი 0-ით ოღონდ ამ შემთხვევაში. კი ბატონო, ესე იგი დაბლებში ვართ ჯერჯერობით, თქვენ მოტყართ, იმედი მაქვს თქვენ მოდავჭრებით, მაგრამ მე მომგებიანმა ბურთმა არაო გაგვიპროტესტა და საკმაოდ მაღალი რიცხვი შემოგთავაზა 38, მაგრამ ვინ იცის იქნებ 38-ზე აქვს აქცენტი გაკეთებული ჩვენს ტელემაყურებელს და 38-ს მოყვა ნომერი 17. მეხუთე მომგებიანი ბურთი გვინდა ახლა და ვნახოთ. 2 წითელი გვაქვს, 2 ყვითელი და კიდევ წითელი მომგორდიო. კი ბატონო და ის გახლავთ 9. 9-ს ჩვენთან არის. აბა გაგვახაროს. აბა მე-6 მომგებიანი ბურთი მოემართება ჩვენსგან და ის გახლავთ ნომერი 42 და ბონუს რიცხვს ველოდებით ამ შემთხვევაში. და ლურჯმა მე რა დავაშავეო და მოგორდა ჩვენთან ნომერი 37. მოდი კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ კომბინაციას, რომელიც შემოგთავაზა ლოტო პროგრამმა. დავიწყოთ 1-ით, ვაგრძელებთ 10-ით, გავაგრძელოთ 38, შემდეგ მოდის 17, შემდეგ 9, 42 და 27 გახლავთ უკვე ბონუს რიცხვი. ახლა თქვენიცით, თქვენმა იღბალმა, თქვენმა კომბინაციებმა, რომელიც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შეარჩიეთ და წარმატებას გისურვებთ მთელი სულით და გულით. რომ თქვენკენ იყოს ნამდვილად, მაგრამ იმისთვის რომ იღბალი იყოს ჩვენკენ და გავხდეთ ესეთი არაჩვეულებრივი თანხების მფლობელები, რა თქმა უნდა, ამისთვის მნიშვნელოვანია რომ შევიძინოთ ერთი ბილეთი მაინც ლოტო 642-ის, შემდეგ სამშაბათს და პარასკევს დავალოთ. სად ვიძენ? ზურას და თაკოს სად ვიძენ და გეტყვით. ციფრული ვერსია შემიძლია ელექტრონულად შეგვიძლია, რომ ჩვენს ტელემაყურებელს კი 3w.loto.g და შეავსოთ. ასევე შეგიძლიათ მიბრძანდეთ ყველა დიდ სავაჭრო მოლში, სერვის ცენტრებში, შეგიძლიათ შეავსოთ ბილეთები და ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ლოტოს ჯიხურები თქვენ ძალიან კარგად იცით. იგებს ის ვინც თამაშობს და მოგება შეუძლია მოგება ყველა შეუძლია ყველას, მაგრამ მე აცი აქ ამ სივრცეში ხმას აღარ ამოვიღებ სიმღერით, აღარ წავიღიღინებ, იმიტომ რომ დღეს სხვათა შორის. კი, მეოთხე, მესამე, მეორე, პირველი კატეგორიები ვერ გავათამაშეთ, მაგრამ მეხუთე, მეექვსე კატეგორიაში გვყავს გამარჯვებულები. მაგრამ ერთი დიდი მაგრამ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სამშაბათს გათამაშებაში გაზრდილი საპრიზო ფონდები. დიახაც, ასე რომ ერთი ბილეთი მაინც მოგება შეუძლია ყველას. გემშვიდობებით, კარგად.